თბილისის საქალაქო სასამართლოში შეკრება მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის საფუძველზე დაკავებული პირების ადმინისტრაციული საქმის განხილვები გრძელდება. დღეს სასამართლომ უკვე განიხილა დევნილი აზა ჩალაჩავას და რეჟისორ გიორგი თავორთქილაძის პროცესები. ისინი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნოდა სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. ასევე სასამართლომ ჟურნალისტ ირაკლი წულაიას 8 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დღეს სასამართლო კიდევ რამდენიმე პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განიხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში შეკრება მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 12 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები. პროცესის გადადება მოვითხოვე დავაყენე ასევე შუამდგომლობა, იქნებ შიშიმოპირის სტატუსი აქვს განსაზღვრული, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით საქმის წარმოების, პატიმრობის შეფარდებას არ ითვალისწინებს, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და გაგრძელდა სხდომა. სიტყვიერი შენიშვნა შემოიფარგლა სასამართლოს, რომელიც ასევე შეიძლება გასაჩივრდეს 10 დღის ვადაში და ქალბატონაზეს ამის თაობაზეც ვაცნობე.